მოგესალმებით ნიმატაროს არხზე, ნიმატაროს არხის მეგობრებო. მე დღეს მინდა ვისაუბრო კვირის ენერგიაზე, ეს არის 27-დან 31 მაისის ჩათვლით. ეს ენერგია ძალიან გავს გარდამავალ ენერგიას, როდესაც არის ემოციურად დამოხტული პერიოდი, ასტროლოგიურად ეს არის სწრაფი კომუნიკაცია, აი ტყუპების ენერგია. ემოციურად ცოტა დაძაბული, სასიყვარულო და დისტანციური, ანუ დისტანცია, როდესაც არის შორი ურთიერთობა და ასევე ძლიერი გაცნობიერების პიკი. სავსე მთვარეობით, რაც გამოიხატება. ამ კვირას ყველაზე მეტად მე შევუსაბამებდი სწორედ აი ამ არკანებს, რომელსაც ეხლა თქვენ ხედავთ. აქედან ყველა არის უმაღლესი არკანი და პირველი არკანი ეს არის შეყვარებულები. და რატომ? რატომ შეყვარებულები პირველი უმაღლესი, ანუ პირველი რატო ავირჩიეთ შეყვარებულების არკანი, ხო? ეს არის კომუნიკაციის არჩევანის და ურთიერთობის თემა. შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი დიალოგი, დაბრუნება, ან ემოციურად გარკვევა, ანუ პირდაპირ ეხლა ხომ გითხარით, რომ არის ტყუპების ნიშანი დომინირებს და პირდაპირ ეს არკანი ზუსტად ამ ენერგიაზე მიუთითებს. ბევრს აიძულებს ეს კვირა, რომ არჩევანი გააკეთოს თავის გულსა და გონებას შორის, ხო? თქვას ის რაღაცეები, რაზეც ადრე არ უსაუბრია, აქამდე თავისთან ინახავდა, დაჩუმდებოდა და გაარკვიოს, მოკლედ გაარკვიოს სიტუაცია, უნდა თუ არა ისე გაგრძელდეს ყველაფერი, როგორც აქამდე გრძელდებოდა. ასევე დამატებითი ენერგიების სახით მე შემოვიტანე პირველ რიგში temperance, ეს არის უმაღლესი არკანი 14, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი არკანი, ეს არის ზომიერება, ეს არის მოთმინება, ეს არის დაბალანსება, ემოციების დალაგება, ეს არის პროცესები, რომელიც ნელა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი გარდატეხებით და მნიშვნელოვანი პროცესებით გრძელდება, ხო? ეს ბარათი ამოწმებს რეალურად, რამდენად მნიშვნელოვანია ეს კავშირი. ამიტომ ეს კვირა შეიძლება იყოს ცოტა ემოციურად თავშეკავებული, ცოტა ფრთხილი, ცოტა ცივი და ზუსტად ამისთვის მე შემოვიტანე ორი ასეთი ბარათი, ეს არის მთვარე და მზე. ორი ასევე ძალიან უმნიშვნელოვანესი ბარათი ჩვენს დასტაში, ხო? 31 მაისის სავსე მთვარეობა ძალიან ძლიერი ენერგიების მატარებელია და ეს გამოამჟღავნებს, მოკლედ ეს სავსე მთვარეობა გამოამჟღავნებს ძალიან ბევრ ახალ ძველ, მაგრამ ახლებურად ამბებს. ანუ გაირკვევა რაღაცები, ემოციური სიმართლე ზედაპირზე ამოვა, ანუ ის რასაც ადრე არ ამბობდით, ყურადღებას არ ამახვილებდით, ან უბრალოდ არ გინდოდათ და ერიდებოდით კონფლიქტებს, ემოციები ყველაფერი ზედაპირზე ამოვა, ინტუიცია გაძლიერდება. შეიძლება მოულოდნელი კონტაქტები გააქტიურდეს. მოკლედ, ყველაფერზე, რაზეც აქამდე პასუხი არ გქონდათ, რაზეც იყავით ცოტა გაურკვეველ მდგომარეობაში და დაბნეულ მდგომარეობაში, ყველაფერი გაცხადდება, ყველაფერი ზედაპირზე ამოვა და მე ვიტყოდი, რომ კვირის ენერგია სწორედ ასეთი კომბინაციით არის ურთიერთობები, არჩევანი, კომუნიკაცია და ემოციური სიმართლის თქმა. ძალიან მნიშვნელოვანი კვირა, მე ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას, გისურვებთ წარმატებას და დღეს ამით გემშვიდობებით.